არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად. ბუნებით ურყევი ინტერნაციონალისტი ვარ. ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყოველი ხალხისადმი, ყოველი ერისადმი გურცხველი პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ არსებობს ორი ქვეყანა, რომლის ერებსაც სისხლითაც და სულითაც თანაბრად მივაკუთვნებს საკუთარ თავს. ესაა საქართველო და რუსეთი. ვფიქრობ, სწორედ ეს მაძლევს ზნეობრივ უფლებას ამ ორი ქვეყნის ბედზე თანაბრად ვიფიქრო და ვიდარდო. და ამ გადაცემის პარგლებში დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში, მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსა და რუსეთის წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. მაშ არსებითზე ვიმშელოთ. ადამიანებს გვჩვევია ახალი დღის თვისა თუ წელის დადგომასთან ერთად ცხოვრებისგან უკეთეს ველოდოთ. ოცნებათა ასრულებას, მომავლის იმედების ხორცს შესხმას, ტყუილად როდი ამბობს ხალხი, მაუნეჩვევების მიტოვებას, დიეტაზე დაჯდომას თუ ბოლოს და ბოლოს ყოველდილით ვარჯიშს, ერთი სიტყვით ახალ ცხოვრებას როგორც წესი ორშაბათიდან, თვის პირველი რიცხვიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში ახალი წლიდან ვიწყებთო. 2024 წლის დასასრულს საქართველოში მომხდარმა დაგვანახა. ქართულმა ოცნებამ მოახერხა ხალხის იმაში დარწმუნება, რომ ახალი წლიდან ხელისუფლება ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. და ჯერ კიდევ 2012 წელს მიცემულ პირობას ბოლოს და ბოლოს შეასრულებდა. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ხალხი მოლოდინითაა ახსავსე. მთელ ჩემს ხალხთან, ნათესავ ახლობლებთან, ჩემს თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებთან ერთად მეც ძალზე მინდა მწამდეს, რომ დღეს ქვეყნის ისტორიის მორიგ გარდამტეხ ეტაპზე ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს სახელით მართებულ დასკვნებს გამოიტანს და ღვთის მიერ ნაბოძებს ჩვენს საყვარელ სამშობლოს. ერთადერთი სწორი გზით წაიყვანს. ესაა მშვიდობის, სამართლიანობის, ტრადიციულ ზნეობრივი ფასეულობებისა და კეთილდღეობის გზა. აირა ბრძანა ქართულ ტელევიზიაში, ტელეკომპანია სეზონში ცნობილმა ისრაელელმა სამხედრო პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ისრაელის სპეცსამსახურის ნატივის ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკობ კედმიმ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცო. მოსალოცია ისიც, რომ საქართველო იცავს საკუთარ დამოუკიდებლობასა და უფლებას თავად განსაზღვროს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და არ იხევს უკან გარეშე ზეწოლის წინაშე. დასავლეთიდან საქართველოს დღევანდელი პრობლემები მეტწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს. მას არც სომხეთის ბედის გაზიარება სურს. მას სურს საქართველო დარჩეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას. მე თვალყურს ვადევნებ იმას, რასაც ტრამპი უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით ამბობს. თქვა, უკრაინას ნატოში შესვლისკენ სწორედ ჩვენ, ანუ ამერიკის წინა პრეზიდენტები ვუბიძგებდით, რითაც რუსეთი გავაღიზიანეთ და საფრთხე შევუქმენით. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ხოლო მათ ვინც დღეს საქართველოს წინააღმდეგი ლაშქრებს იმის გამო, რომ ის საკუთარ ბედს დამოუკიდებლად წყვეტს, მათაც ხომ ზუსტად იგივე მიზნები აქვთ. კავკასიის მშვიდობის საკითხებში საქართველო უდიდეს როლს თამაშობს. ეს როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან კავკასია უკიდურესად რთული რეგიონია. ძალზე ბევრი გარეშე ძალად ცდილობდა კავკასია საკუთარ ინტერესებში გაეთამაშებინა, რაც სრულიად უპირისპირდებოდა კავკასიის ხალხთა და ქართველი ხალხის ინტერესებს. და რაკიღა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მრავალკუთხოვანი და ბუნებრივია. არ მგონია ტრამპმა რუსეთ-საქართველოს შორის მტრობის გაჩაღება მოინდომოს. საქართველო იცავდა და იცავს საკუთარ სუვერენულ უფლებას. ამჟამად ქართველები მხოლოდ საკუთარი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას როდი იცავენ. ქართველები მუდამ იცავდნენ თავიანთ ქართულ ეროვნულ ფასეულობებს. მიუხედავად მთელი იმ დევნისა, რაც საქართველოს გადახდა თავს. საქართველოს თავისი ეროვნული ისტორია აქვს, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ისტორიაცაა, ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის ისტორია. რა გინდ მოიდომო, ვერავინ უარყოფს. ვერავინ ამოშლის ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოდ სწორედ ქართულმა აქცია. შეგახსენებთ, რომ 13 წლის წინათ იმხანად ჯერ კიდევ ახლად დაფუძნებული პარტია ქართული ოცნება ხალხს სამართლიანობის აღდგენას, იმ დროინდელ საქართველოში გამეფებული უკანონობის, ძალადობის, ადამიანთა თანაცხოვრების ელემენტარული ნორმების ხელყოფის, უზნეობისა და ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის რეციდივებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას დაპირდა. ასევე დაპირდა საზოგადოებას, რომ სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს ნაციონალებისგან გაწმენდდა. და რაც მთავარია, ხელისუფლების დაპირება გახლდათ დასავლელი კურატორებისგან გათავისუფლება და დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ინტერესების რეალიზაციის გზაზე დადგომა. ახალ 2025 წელს უნდა შევწყვიტოთ პარტიების, პოლიტიკოსებისა და ზოგადად ადამიანების დასავლეთის მიერ თავსმოხვეული საზომებით შეფასება, საზოგადოების პრორუსულ და პროდასავლურ ფლანგებად დაყოფა. ყველანი პროქართული თემის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. პირველ ყოვლისა, ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა, ვინაიდან როგორც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში, ერთმა ძველ ბერძენმა პოეტმა თქვა, სახელმწიფოს ურყევის საძირკველი სამართლიანობაა. ამიტომაც, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა გასინჯოს სააკაშვილის მიერ იმ უკანონო
დამსახურებულთა საქმეები, ვისაც გრძელვადიანი ან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის დაოსნობით ხელისუფლებამ გამოაცხადა დანაშაულისა და კორუფციის მიმართ ეგრეთ წოდებული ნულოვანი ტოლერანტობა. ამის საბაბის გამოყენებით პოლიტიკური მოტივებით 300,000-ზე მეტი ადამიანი, ანუ საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე, ციხეში გამოამწყვრიეს. ციხეებში პატიმრებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს ადამიანები, იტაცებდნენ სააკაშვილის მიმართ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს, ყველას, კობა დავითაშვილს სასტიკად სცემეს, რის შემდეგადაც ის გარდაიცვალა. პარლამენტის დეპუტატ გელაშვილს, რომელიც ასევე ოპოზიციაში იყო, სცემეს და სიკვდილის პირას იმყოფებოდა. უამრავი ადამიანი, 300 კაცი, უგზო უკლოდ დაიკარგა. საპატიმროები საკონცენტრაციო ბანაკებს გავდა. პატიმრებს ტექნიკურ ზეთზე დამზადებულ საკვებს აჭმევდნენ, რაც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევდა. სასჯელ აღსრულების მინისტრის ყოფილი მთავარი მრჩეველი ლალი მოროშკინა ერთ-ერთ ინტერვიუში ხვებოდა, თუ როგორ ხსნიდნენ ამ ციხეებს 2013 წელს, ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ. პატიმრები თავდახრილი გამოდიოდნენ, ბორკილებით იყვნენ შებოჭილნი და სახეზე მწვანე ფერი ედოთ. ზაფხულობით საპატიმროს გალავანთან ახლობლების რიგები დგებოდა. მათ პატიმრებისთვის გადასაცემად წყლით სავსე ჭურჭლები მიჰქონდათ. Стояли с бидонами воды, чтобы передать ее своим близким. ადამიანები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იტანჯებიან ციხეებში, მიუხედავად დაცვის მხარის დაჟინებული მოთხოვნისა, რაც შეგახსენებთ უკვე 12 წელიწადზე მეტხანს გრძელდება. ის მოსამართლენი და პროკურორები, ვინც ეს ადამიანები სააკაშვილის დროს ციხეებში გამოკეტა, მათი საქმეების გადასინჯვაზე უარს ამბობენ. პირველ ყოვლისა, ესაა უკანონო პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ შარაშენიძის, ვლადიმერ არუთუნიანის, ნიას ჩხვიმიანის და ირაკლი დოკვაძის საქმეები. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე სავსებით ბუნებრივ შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხდება საქმეების გადასინჯვა, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელებს შლიდნენ. აქაო და ესენი რომ გამოუშვათ, მაშინ იმათი დაკავება მოგვიწევს, ვინც მათ მიმართ უკანონობას ჩადიოდა. ეს კი არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს დავპირდით, რომ კოჰაბიტაციას დავიცავდითო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ კლანს ხელს არ ახლებდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ 2025 წელს ხელისუფლება ქართველი ხალხისადმი მიცემულ პირობებს შეასრულებს და ყოფილი კურატორების მითითებებს აღარ დაელოდება, რადგან ქართველი ხალხი მუდამ სამართლიანობის მხარეზე იყო. ხელისუფლებას მოუწევს გადაუდებელ რეჟიმში შეამოწმოს მუდმივ მოსამართლეთა შემადგენლობა, ასევე სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოთა პროკურატურის თანამშრომლების მთელი კორპუსი. უნდა გადაისინჯოს საქართველოს ასობით მოქალაქისთვის ქონების უკანონო წართმევის საქმეები. ეს პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ ღამის ნოტარიუსთა მონაწილეობით გახსნილ საქმეებს ეხება. Ночных нотариусов. პოლიტოლოგ ლალი მოროშკინას ინტერვიუდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ ღამის ნოტარიუსები, ეს ზღვარგადასული დამნაშავენი, სისტემატიურად ღამის 2-3 საათზე უვარდებოდნენ საკნებში დაკავებულებს, რომელთა შორისაც სააკაშვილის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესმენები, თუ მცირე მაღაზიის მფლობელები იყვნენ. ყველა ეს ადამიანი ახლად მოსულმა ხელისუფლებამ გადათელა. სხვადასხვა სახის მუქარით მათ აიძულებდნენ თავიანთი ბიზნესი სასურველი მოხელეების სახელზე გადაეფორმებინათ. წარმოიდგინეთ, ადამიანი შუაღამისას იღვიძებს და სრულიად მოულოდნელად საკუთარ ქონებას სახელმწიფოს შუქნის. წარმოუდგენელი უტიფრობაა. მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი საქართველოს ერთი იმჟამინდელი მინისტრიც კი გახდა. ის ციხეში ყავდათ გამოწყდეული და ემუქრებოდნენ, რომ მის ქალიშვილს მოიყვანდნენ და პატარა გოგონას მამის თვალწინ გააუპატიურებდნენ. ცხადია, ნებისმიერი მამა შვილის გადასარჩენად ყველაფერს გასცემს. კაცი კი იძულებული გახდა არა ადამიანთა მოთხოვნების შეესრულებინა. უკანონობის ასეთ ხორცსაკებში გაატარეს საქართველო. აუცილებელია ხელისუფლებამ გადასინჯოს საქართველოში დაბადებულ პირებზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხებიც. საქართველოში უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში დაბადებულ პირებს სიმთავი თვე უნდა ჰქონდეს სამქვეყნის. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის უფლება. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აკადემიკოსი რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა. იქ მიიღო აკადემიკოსის წოდება. შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა ქართული მოქალაქეობის მისაღებად. მას შემდეგ რაც კომისია დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, ეს მის ესენა და მასზე თავისუფლად მეტყველებს, გადავიდნენ გამოცდაზე. და ასეთი კითხვა დაუსვეს. რა იყო ქართველთა რელიგია ქრისტიანობის მიღებამდე? ამ ადამიანმა ვერ უპასუხა, ისე როგორც ეს კომისიას ეწერა და მას საქართველოს მოქალაქეობა არ მისცეს. მიუმართავ ხელისუფლებას. ეს ნორმალურია? უნდა გადაიხედოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის წესი საქართველოს მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის. გულისხმობ ქართული სარმცოდნე სხვა ეროვნების მეუღლეებს, შვილებს და მშობლებს. მოვიყვან ჩემი მეგობრის მაგალითს. მას ბელორუსი მეუღლე ჰყავს. საბჭოთა დროს მოაწერეს ხელი. საქართველოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ეყოლათ ორი ქალიშვილი, რომლებიც შემდეგ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გაჰყვნენ ცოლად. ორივე ქალიშვილი საქართველოს მოქალაქეა. მათი შვილები შესაბამისად ჩემი მეგობრისა და მისი მეუღლის შვილები. ასევე
ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ აქ ქართველთა დედასა და ბებიას ქართული პირადობის მოწმობა არ მისცეს. აქაო და ქართულს არ ფლობსო, თუმცა ქართულად ყველაფერი ესმის და თავისებურად სახალისოდ და მომხიბლავად ლაპარაკობს კიდეც. სვამ კითხვას, თუ ეს დასაშვებია, აუცილებელია ქართული პირადობის მოწმობაში დაბრუნდეს მამის სახელის გრაფა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იქნა გაუქმებული. მომავალში ცნებების, მშობელი 1 და მშობელი 2-ის შემოღების მიზნით. აუცილებელია იმ ადამიანთა და პირველ ყოვლისა სააკაშვილის ცოლის პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში სააკაშვილის რეჟიმის დროს საპატიმროებში მყოფთა შინაგანი ორგანოებით ვაჭრობას სისხლიან ბიზნესად აქცია. Особенно отбывавших наказание в тюрьмах Саакашвили. საქართველოში ეს სააკაშვილის დროს დაიწყო. დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამაში მას სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. მას და მის მეუღლეს, სანდრა რულოვს, მაშინ აშენდა გლდანის ციხე, რომლის ფარგლებშიც დიდი სამხედრო კლინიკა იქნა მოწყობილი. ვითომდა იმისთვის, რომ მსჭავრდებულებს აქ მკურნალობა და რეაბილიტაცია გაევლოთ. იქ გაიხსნა კაბინეტი. თითო სართულზე 2-3 კაბინეტი იყო, სადაც ოპერაციები ტარდებოდა. როდესაც 2008 წელს სააკაშვილის ბრძანებით დამაკავეს და ციხეში მოხვდი, ეს ყველაფერი შიგნიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვნახე. ექიმების შემოსვლისას გვამოწმებდნენ. მომცეს ანტივირუსული აბები, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, ნუ მიიღებო. ასეც მოვიკეცი, მაგრამ ვინც კი კლინიკაში მოხვდა, ყველას ოპერაცია გაუკეთდა და ორგანოები ამოკვეთეს. სამჯერ კვირაში საპატიმროს ტერიტორიაზე შემოდიოდა სპეციალური სამედიცინო მანქანა, რომლითაც ადამიანის ორგანოები გაჰქონდათ. ასობით პატიმარი იხოცებოდა, ასობით. იქ გარდაცვლილებს ექსპერტიზა არ უტარდებოდათ. ჭირის სუფლებსაც კი, ვისაც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება სურდათ, ამის ნებართვას არ აძლევდნენ. აი ასეთ ბიზნესს ეწეოდა სააკაშვილის მეუღლე გლდანის ციხეში. ხოლო 2013 წელს, როდესაც სააკაშვილი საქართველოდან უკრაინაში გაიქცა, მისი ევაკუაცია ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს. ამის შემდეგ 2016 წლიდან მისმა მეუღლემ იგივე ბიზნესი უკრაინაში განაგრძო. Начала это бизнес на Украине. Надо начать процесс უნდა დაიწყოს საქართველოს 35 წლიანი დამოუკიდებლობის შეფასების პროცესი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნები გაკეთდეს. ყველა იმ მიღწეულ წარმატებასთან, ყველა დაუშვებელ შეცდომასა თუ დანაშაულთან მიმართებაში, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებსა და საჯარო ორგანიზაციებს, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმეებს. ყოველივეს, რამაც 1991 წლიდან მოყოლებული მოქალაქეთა ცხოვრებაზე, ესა თუ ის გავლენა მოახდინა. აუცილებლად უნდა იქნას გატანილი სახალხო რეფერენდუმზე საქართველოს კონსტიტუციაში ჩასწორების შეტანის საკითხი. რეფერენდუმის მთავარი საკითხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პუნქტების კონსტიტუციიდან ამოღებასა და ასევე ქვეყანაში LGBT თემისა და სქესის შეცვლის სრულ აკრძალვას უნდა ეხებოდეს. სხვათა შორის, მთელი ეს პუნქტები საქართველოს კონსტიტუციაში დასავლეთის ზეწოლით დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიტანა. ლოზუნგი 2008 წლიდან ღირსეულად შევალთ ევროკავშირში. პროპანაცია ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე უარის თქმის გარეშე კვლავაც ორსავარძელზე ჯდომის ხელმოწარულ პოლიტიკას უბრუნდებით. შეუძლებელია ამტკიცებდეთ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ვერავინ ჩაითრევს და ამავდროულად იმეოროთ, რომ ოდნავ მოგვიანებით ქვეყანა მაინც ღირსეულად შევა ევროკავშირსა და ნატოში. ჯერ ერთი რანაირად შეიძლება ღირსეულად შეხვიდე უღირს ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენს ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს აპრიორი უარყოფს. მსოფლიოში სატანიზმს ნერგავს და მთავარ მტრად კი რახანია რუსეთი გამოაცხადეს. მეორეც, თუკი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიზნად ევროკავშირი და ნატო რჩება, ეს მას ავტომატურად აქცევს რუსეთის, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოებისა და ოდკბ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პოტენციურ მოწინააღმდეგეთ. ეს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორის სომხური ვარიანტის შენიღბული გამეორებაა და რა თქმა უნდა, ყოვლად აუცილებელია მთელმა ქართულმა საზოგადოებამ იმუშაოს სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმულირებაზე, რომელიც განახლებულ კონსტიტუციაში უნდა იქნას შეტანილი. უნდა გავიაზროთ ჩვენი 3000 წლიანი ისტორია და ჩამოვაყალიბოთ ქართული ხალხის გამაერთიანებელი მთავარი იდეა, რომლისთვისაც ვიცხოვრებთ, ვიღვაწებთ. ჩვენი საყვარელი საქართველოს განვითარებისთვის ავაშენებთ მის აწმყოსა და მომავალს. იდეა, რომელიც ჩვენ ქართველ ხალხს ყოველდღიურ ცხოვრებაში გზამკვლევ შუქად გვექცევა და რომლისთვისაც თუ საჭირო გახდა, სამშობლოს საკურთხეველზე სიცოცხლეს ასწავდებთ. მაღალფარდოვანია, დიახ, მაგრამ ამის გარეშე არც სახელმწიფოა შესაძლებელი და არც სამშობლო. ცხადია, ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუდგეს. ჩვენს დღის წესრიგზე მდგომი ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, ჩვენს აფხაზ და ოსმებთან შერიგებასა და დაბრუნებას. საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის ამ გადამწყვეტ და საბედისწერო საკითხში ორი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებაა აუცილებელი. პირველი, ყოველივე იმაში, რაც ქართველ ხალხს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ პერესტროიკის დაწყებიდან დაატყდა,
ატყდა თავს. პირველ რიგში კი ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური ომის გაჩაღებაში არც რუსებს მიუძღვით ბრალი, არც აფხაზებს, არც რუსებს, არც ამერიკელებს თუ ვინმე სხვას. ამაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ქართველები ვართ დამნაშავე. უფრო სწორედ ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა, რომელმაც სისხლის მღვრელ შეჯახებაში მოძმე ერებს დაგვაპირისპირა. მეორე, გავთავისუფლდეთ იმ ილუზიისგან, თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს საქართველოს წიაღში დაბრუნება უბრძანოს და პრობლემა წამში მოგვარდება. არაერთხელ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ დე იურე ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების აღდგენა უკიდურესად რთული პროცესია, რომელიც ძალზე სკრუპულოზურ, შემწყნარებულ და სათუთ მიდგომას მოითხოვს. ეს პროცესი სრულიად საქართველომ უფალი ღვთის წინაშე ცოთა და მონანიებითა და აფხაზი და ოსი ხალხებისთვის ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სახელმწიფოს ბურჯს სამართლიანობასთან ერთად განათლება და აღზრდაც შეადგენს. ამ მხრივ ხელისუფლებამ უნდა მოინანიოს ის, რომ მისი 12-წლიანი მართვის განმავლობაში გრძელდებოდა ქართველი ბავშვების, სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტების სატანისტი სოროსის მეთოდებით სწავლება და აღზრდა. საპროტესტო აქციებმა ნათლად დაგვანახა თუ რა თაობა გავზარდეთ. ახალგაზრდობას არ ვადანაშაულებ, არამედ ხელისუფლებას ვდებ ბრალს იმაში, რომ 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე აღზრდისა და განათლების საკითხები ლიბერალ გლობალისტებს ჩააბარეს და საშუალება მისცეს ჩვენი ახალგაზრდების ეროვნული თვითშეგნება ისეთნაირად გადაეფორმატებინათ, რომ ქართველი ახალგაზრდობა დღეს სხვისი ინტერესების გამტარებელ, უიდეო და უზნეო შემსრულებელთა დასავლეთიდან მართულ ზომბირებულ მასად აქციეს. ამის დამშვების საქართველოს ხელისუფლების მიმართ უპრიანიცაა გამოვიყენოთ ნაპოლეონის ცნობილი სამოქალაქო კოდექსის შექმნილი საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარის ბულუ დე ლა მეტრის სიტყვები, რომლითაც მან იმპერატორი ჰერცოგ დენგიანის სიკვდილით დასჯისთვის გაამყუნა. მან შეახსენა, ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა. ამიტომაც აუცილებელია უმოკლეს დროში მოვიზიდოთ ჩვენი აკადემიკოსები, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის პედაგოგები, ყველა ვინც სოროსის მომაკვდინებელი ბაცილებით არ არის ინფიცირებული და მათი ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს ახალი, ხოლო სადაც საჭიროა, აღდგეს ძველი სასკოლო პროგრამები და სკოლის მოწაფეთა და სტუდენტთა სწავლების, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და ტექნიკური კადრების მომზადების მეთოდიკები. ხელახლა შემუშავდეს საქართველოს ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების სისტემა. სამწუხაროდ გაჯეტებით გატაცებულმა ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, რომ პუშკინი, ლერმონტოვი, ტურგენევი, ტოლსტოი, დღემდე მსოფლიოში აღიარებული კლასიკოსები თავად დაზნაურობისათვის წერდნენ. ქართულ ენაზე კი მათი თხზულებები 19 საუკუნის გამოჩენილმა თავადმა ილია ჭავჭავაძემ გადათარგმნა. 1987 წელს საქართველოს ეკლესიამ ის ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხა. გამოდის, რომ ჩვენი ძველი სასკოლო პროგრამა არისტოკრატიულ განათლებას გვასწავლიდა და უფიქრდით ამას. და ბოლოს, ჩვენი წარმატებული განვითარების და ღირსეული მომავლის კიდევ ერთი აუცილებელი საწინდარი. უნდა მოვაცილოთ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი ხალხისთვის თავსმოხვეული სახელმწიფო სიმბოლოები და შემოვიღოთ საქართველოს ახალი დროშა. დღევანდელი დროშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის პარტიის დროშაა, ასევე ახალი ჰიმნი და გერბი. ამ საკითხის გადასაჭრელად უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის მთელ ინტელექტუალურ პოტენციალს, ჩვენს ძირძველ ხალხურ სიბრძნეს, რათა საქართველოს დროშის დანახვისა და ჰიმნის გაგონებისთანავე ჩვენს მოქალაქეს, დიდს თუ პატარას, ერის მთლიანობით სიამაყის, სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებისა და სიყვარულის, ქვეყნის ღირსეული მომავლის, უშრეთი რწმენის, ამაღლებული და შეუდარებელი განცდა დაეუფლოს. არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად დასასრული.